საერო ცხოვრებიდან შორს და ახლოს ღმერთთან. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანები საკუთარი ნებით იღებენ. ფაქტობრივად უარს ამბობენ მიწიერ ცხოვრებაზე და სიცოცხლეს ღმერთს უძღვნიან. ვერმონაზვნების ცხოვრება ლოცვითა და ყოველდღიური მძიმე შრომით არის სავსე, წესები კი მკაცრი აქვთ. წესები, რომელიც არასოდეს უნდა დაირღვეს. საეკლესიო იერარქიაში რამდენიმე საფეხური და ხარისხი არსებობს. მონაზვნებისა და ბერობის უმაღლეს ხარისხს მართლმადიდებელ ეკლესიაში სქიმა ეწოდება. სასულიერო პირის დიდ სქემაში გადაყვანას განსაზღვრავს ის თუ რა გზა გაიარა მონაზონმა ღმერთისკენ. ამიტომ სქემონაზვნად კურთხევა ძალიან იშვიათია. კურიერი პიესმა გადაიღო ექსკლუზიური კადრები 82 წლის მონაზონი ერკეთის დედათა მონასტერში. დიდ სქემაში გადაიყვანეს. ანი გენებაშვილია რეპორტაჟის ავტორი და ისახ სტუდიაში გვერდდება ანი საღამომშვიდობისა. პირველ რიგში ვიდრე ჩვენ რეპორტაჟს ვნახავთ, გაგვიზიარე ემოციები, რომელიც მე ვიცი რომ საკმაოდ მძაფრია. საღამომშვიდობის ემოციურად დატვირთული, საიდუმლო და ღრმა მართლმადიდებლური რიტუალი გადავიღეთ ერკეთის დედათა მონასტერში სქემონაზვნად აღკვეცა. პირველად შესრულდა სხვათა შორის ეს რიტუალი ერკეთის დედათა მონასტერში. დედა დარია გახდა დედა ანა. ახლა მას დღის განმავლობაში 2000 ჯერ მოუწევს ლოცვა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მან კიდევ ერთხელ დადო აღთქმა, რომ უარი ეთქვა ყველაფერზე, რაც მატერიალურია, ასევე ახლიდან დადო პირობა მარხვის, ლოცვის და ქალწულების. მე და ჩემმა ოპერატორმა თითქმის 2 დღე გავატარეთ დედათა მონასტერში და მოგიყვებით მორჩილების იმ რთულ გზაზე, რომელსაც ისინი ყოველდღიურად გადიან. ანი გენებაშვილის და ლევან ლომაძის რეპორტაჟი. შებინდებამდე გაზაფხულის სუნით გაჟღენთილ ნოტიო ჰაერში. გალობელთა უხილავი დასი საღამოს სიმღერით ავსებს. ხმას ხმა ერწყმის, ღვთიური სიმფონია ზეციურ ქორწილს გვაუწყებს. ერკეთის დედათა მონასტრის მონაზონი 82 წლის დედა დარია. დღეს დიდ სქემაში დაიბადება. ზეცას მიწამდე დამორჩილებულის თავზე მარადისობასთან შესაერთებელი ლოცვა იკითხება. ჯერ განეშორება. მერე მაგრატლით მოჭრილი ვერცხლის ფერითმა ზეცას შეეწირება. ახალ სამოს ჩაიცვამს, ძველ ცხოვრებას განუდგება. უხილავ ბრძოლას, ლოცვას მთელი სამყაროსთვის დედა ანა შეუდგება. შეიმოსო წმინდათა ამბელოსთა უცნათა და შეირაცხოს წმინდათა სამსვლოსა შენსა თანა და ღირსიქნად მარჯვენაზე. აღთქმას, რომელსაც ავდება მახვეცაზე, ის უნდა შევასრულო. რაც უნდა მიუახლოვდე უფრო უფლის მცნებებს. ამაზე არასოდეს არ მიფიქრია, რომ მე ასეთ გვიან მოსული მაღალ სქემაში, დიდ სქემაში აღკვეცავ. ადვილი არ იყო, მაგრამ ეს მისი არჩევანია. საკუთარი თავი ტაძარს ჯერ კიდევ 12 წლის წინ მიაბარა. მიეტოვა პროფესია, ოჯახი. დაუმორჩილებელი გახდა მორჩილი და საკუთარი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნა. მე ცხოვრობდი სოფელში. გავიზარდი სოფელში, მე მთელი ცხოვრება 70 წელი სოფელში გავატარე და პროფესიით ვიყავი აგრონომი. ყოველ დღე შეგიძლია იგრძნო ღვთის ძალა, რომ ყველაფერი ღვთის გარეშე არაფერი არ ხდება და რომ ნაბიჯსაც ვერ გადადგამ ღვთის გარეშე. მონაზვნობას თავისი წესი აქვს. ეს წესი არასდროს დაურღვევია, მას ოქროს ფასი აქვს. გარდაცვალება ის არის, რომ უკვე დავტოვე უკან ყველაფერი რაც იყო და ახალ ცხოვრებას შევდექი. დაივიბადე ხელახლა.
მონასტრიდან ტაძრამდე მოკლე გზა, მონასტრის გზა კი გრძელი, საკუთარი თავის, ღმერთის ძიებამდე, ძიებიდან აღიარებამდე. ლოცულობ იმაზე, რომ შევძლო ღვთის ნებით ვიცხოვრო და როგორც ღმერთსადმი იქნება, ისე მოვიქცე, მაგრამ ეს ამისათვის ღვთის მადლია საჭირო და უფალს ვთხოვ ეს მადლი ჩემზე გადმოავლინოთ. სახურებაში სიჩუმეა ხმა, ლოცვას უნთქვა, მორჩილება კი თავისუფლება. ლოცულობთ ღმერთი, ვიცით რომ ღმერთიც ვცხოვრობთ. და წმენა, სიყვარული, მოწმება ყველაზე მთავარი მორჩილება. ამ ფილოსოფიით მოაღწია აქამდე. შვილი რო შეგეძინება, ესეთი განცდა არის. რომ უფლის საპატარძლო იბადება, უფლის საზლო იბადება. ყველა მონაზონი ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში. ღმერთმა შეაძლებიოს ყველა ბერს და მონაზონს, რომ ეს დადებული აღთქმა შეასრულოს პირნათლად. დღეს ძალიან გამძვინვარებულია ბოროტი და ღმერთმა დაგვიფაროს, ეს სიძლიერია მონასტრის, რომ ჩვენ გვეყოლებათ დიცქემოსანი. როგორც ამბობენ, მათი სილამაზე რწმენაშია. დღიდან დღე ლოცვაში გადის, ფიზიკურ შრომას დედავები მოთმინებამდე, სულიერ მორჩილებამდე მიჰყავს. იმ პატარამაც ხომ უნდა გაიაროს ის გზა, რომ რაღაცა დატოვა ის ერი, მაგრამ მისთვის რაღაც ტრაგედია და არ უნდა იქცეს, ეს რაღაცა სიხარული, ბედნიერი უნდა იყოს და გახარებული უნდა უხაროდეს მონაზნობა და მადლობა ღმერთს, რომ დედებს უხარიათ მონაზნობა. კულისები სულ საინტერესოა. თუ ფარდას გადაწევ და ინახავ რაღაც ახალს, უფრო ნამდვილს. გარდასახვის მაძიებლებმა, გზააბნეულებმა თავი ზღაპრულ მონასტერში მოიყარეს. ამ ზღაპარს 20 გმირი ხავს. დრო ლოცვაში, შრომაში, მოთმინებაში გადის. დღის წესრიგი უწყვეტ ეტაპებად დაალაგდა. მადლობა ღმერთს, ყველას თავისი მორჩილება აქვს. ლოცვა და შრომა და ლოცვა არის ძირითადი მორჩილება. აქ როცა მოდის ადამიანი, შეიძლება ასაკით არ იყოს დიდი, მაგრამ იერარქია აი ესე ხდება ხოლმე რა, მოსვლის დროის მიხედვით. აქაურობა ყველაფერია. ყველაფერი კი ერთი დიდი ტაძრის ნაწილი. მათი თანასწორობის გარანტი მონასტერია. დობაში, ეულობაში ერთიანობა თავარი მონაპოვარია. ღმერთი გვაძლევს იმ ძალას, მადლს, რაღაც ესე, რომ გადავლახოთ ერთობით, სიყვარულით, დედაშვილობით, მეგობრობით, ადამიანური მოპყრობით. როგორც დედავები ამბობენ, აღდგომას მონასტერი კიდევ უფრო მშვენიერია. საერთო ფუსფუსში ყველა ჩართულია, სუფრას ძველი ტრადიციული მეთოდით დამზადებული პასკებით, წითლად შეღებილი კვერცხით და არტოსით აწყობენ. მონასტერი ინარჩუნებს ძველ ტრადიციას, აღდგომიდან ამაღლებამდე ყოველი პარასკევს იღებება კვერცხი შაბათ-კვირისათვის და წითელი კვერცხი ამაღლებამდე სულ არის მონასტერში. ამით ვახარებთ ყველა მომსვლელს. საბიანა, ნინო, ელისაბედ. წელს სულ სხვანაირი აღდგომა. ახალი ბრძოლით, პასუხისმგებლობით. ამიერიდან დიდ სქემოსანი ღმერთს დღეში 2000 ჯერ შეავედრებს, ჯერ სამშობლოს, შემდეგ მთელ მსოფლიოს და იქნება ფარი ორ სამყაროს შორის.